მოგესალმებით ყველა ჩემს არხზე, იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს მაინც გამომივარა იმის გადაღება, რადგან დავიკარგე. თითქმის მთელი კვირა არაფერი გადამიღია და სიმართლე გითხრათ, დამავიწყდა გადაღება. თან ისეთი არაფერი ხდება, რომ გადავიღო და უბრალოდ არ ვიღებდი. დღესაც მაქვს საქმეები და გასასვლელი ვარ 2 საათისთვის, მნიშვნელოვანი ვიზიტი მაქვს ბავშვებთან ერთად. ვეცდები, რომ 2 საათამდე რაიმე მაინც გადავიღო. რაც შეეხება საერთოდ მდგომარეობას და ჩემს მდგომარეობას, როგორც იცით, მაქვს ჩიყვი და აქ ხედავთ კიდეც, რომ მაქვს გაზრდილი ორივე მხარეს. ასევე ვფიქრობ, რომ მაქვს დიაბეტი. ეს ჩემი წარმოსახვით, რა თქმა უნდა, რადგან ისედაც ინსულინ რეზერვი ადამიანი ვარ, შაქარი მაქვს სისხლში მაღალი და ყოველთვის ვაკონტროლებ. საბედნიეროდ დიაბეტი არ მაქვს და ამჯერად მგონია, რომ ორსულობის დიაბეტი მაქვს. არ ვიცი, რატო ესე ჩახვეული მაქვს და ხვალ-დილით ექიმთან მივდივარ ანალიზებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება კარგად, მოკლედ. როგორც ნახეთ, დილიდან მოვამზადეთ ცომი. ჩაბატას პურების მომზადება მინდა დღეს. ასევე დღეს რაიმე მექსიკური სადილის მომზადებას ვაპირებ და თუ გაინტერესებთ, დარჩით ჩემთან. ახლა მოვიწესრიგებ თავს, გავიკეთებ მაკიაჟს და სრულფასოვან მაკიაჟს გავიკეთებ, არა ყოველდღიურს, რადგან ვაპირებ, როგორც უკვე გითხარით, გასვლას და როცა მაქვს დაგეგმილი სადმე გასვლა, დილიდანვე ვიკეთებ მაკიაჟს, რომ შემდეგ აღარ ვირბინო ამაზე და ზედმეტი დრო არ დავხარჯო. თმა გავიკეთე და ასე მგონია, რომ დღეს ალბათ 10 ჯერ გადავიკეთებ. მოკლედ მე და ჩემი თმა მაქვს ასეთი ხასიათი. ან ჩემი თმა ძალიან უნდა მიყვარდეს, ან ძალიან მეზიზღებოდეს. ამჯერად მეზიზღება. და ვცდილობ, რომ შევიყვარო, მაგრამ არ გამომდის. ყოველთვის მიყვარს ხოლმე კარგად გაკეთებული თმა, მაგრამ ამჯერად
ზიზღით მეც ჯერჯერობით არაფერს არ იწვევს, ასე რომ ვიგუებით. გავიკეთებ ტონალურს, შემდეგ მივალაგებ. უბრალოდ გავიკეთებ მაკიაჟს. წავისმენ ტონალურს, შემდეგ მივალაგებ და მოვამზადებ სადილს. ცხვირი მაქვს აწეთლებული, რადგან აი აქ მეფხანება და მოკლედ დილიდან გავიგლიჯე ეს ცხვირი. სახე დატენიანებული მაქვს უკვე და მაქვს მხოლოდ მაკიაჟი გასაკეთებელი. თავიდან ვიფიქრე მეთქი საბადანოს მივალაგებ და მერე გავიკეთებ. შემდეგ გადავიფიქრე მეთქი ჯობია ჯერ თავს მივხედო, რადგან დალაგებას რომ დავიწყებ და რომ შევყვები, მერე ვეღარ ვჩერდება და მეთქი გადაიდება. რაც შეეხება პურს, ჩაბატას პურს, პროპორციები დავდე უკვე და ნახეთ რამდენი სჭირდება ფქვილი და წყალი. ვურევთ ერთმანეთში მხოლოდ ფქვილს, წყალს, საფუარს და ზეთს. არის ძალიან თხელი ცომი, უნდა დავდოთ ასე და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ უნდა ამოერიოს. არ უნდა ჩაიზილოს, გაჩვენებთ აუცილებლად, როგორ ვზელავ და გამოდის უგემრიელესი პური. უნდა ჩაიზილოს ყველაზე ცოტა 4-ჯერ, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ და შემდეგ უნდა გამოცხოს. მე მგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ არა უშავს. დღის განმავლობაში დაჯდება ალბათ. სანამ გავალ გამოვაცხობ პურს, სანამ სადილს გავაკეთებ, დავალაგებ, ცოტა გავა. მართლა ზედმეტია. გავიკეთოთ ახლა სამკაული, რაც მთავარია. და გადავიდეთ საქმეებზე. არა საყურე არ მომწონს. I've been treading water for some time, picking up the parts of all my life. Didn't get to solve it this time. How am I to break apart? Don't tell me why we can't collide. Nowhere to run, nowhere to hide. Don't you feel it? On the break of dawn, I'll follow you to carry on. On the break of dawn.
you feel it? On the break of dawn, I follow you to carry on. On the break of dawn, I'll follow you to carry on. Till the break of dawn. Don't you feel it? On the break of dawn, I follow you to carry on. On the break of dawn, I follow you to carry on until the break of dawn. დავუბრუნდეთ პურს, აი ასე გამოიყურება, როგორც ხედავთ ამოფუვდა და ახლა საჭიროა რომ სველი ხელებით ამოვზილოთ. წყალი ასე ვისველებ ხელებს და უბრალოდ ზემოთ ამომაქვს. აი ასე. არ არის საჭირო რომ კარგად მოვზილოთ და ჩავზილოთ ან გადავზილოთ, მთავარია ოთხივე მხრიდან აი ასე გადავკეცოთ. ახლა ეს გადაკეცილი ცომი ისევ უნდა დავტოვოთ 9 საათით და შემდეგ ზუსტად იგივენაირად უნდა სველი ხელებით გადავკეცოთ. გადავიდეთ მტვრის აღებაზე. საძინებელში ავიღებ მტვერს, ალბათ ვინც გერმანიაში ცხოვრობთ, გეცნობათ ეს ხეები გაზაფხულზე და საერთოდ შემოდგომაზე. მოკლედ საშინლად იმტვერება, შემდეგ ეს მტვერი ყოველჯერზე შემოდის სახლში და მთლიანად გარშემოთ ეს ხეები გვაქვს დარგული უკანა ეზოშიც და მოკლედ საშინლად ბევრი მტვერი შემოდის სახლში. მტვერი არის რაღაც მოყვითალო ფერის, არ ვიცი აქ გამოჩნდება თუ არა და ამის გამო ფანჯრებსაც თითქმის ყოველ კვირა ვწმენდა. ესე არ ეტყობა, მაგრამ აი ასეთი ყვითელი ფერის. ჩვენთან ასეთ მტვერს ფოლენ ჰქვია და სხვათა შორის ჩემს ბავშვებს ორივეს ალერგია აქვთ ამ ფოლენზე და სულ ცხვირი აქვთ სავსე, მოკლედ. მთელი გაზაფხული და შემდეგ შემოდგომაც. კვირაში ერთხელ ვწმენდა სველი ტილოთი, დანარჩენი დღეებისთვის აი ასეთ ტილოებს ვიყენებ, რომელიც იკრავს კარგად ამ მტვერს და უფრო ადვილი ხდება. მოკლედ სხვა მტვრის ტილოები უბრალოდ აქეთ-იქით ყრის ამ მტვერს, ხოლო ეს ტილო პირიქით იკრავს ყველაფერს და ძალიან მომწონს. მოკლედ ეს ტილო რომ არ იყოს, დღეში ალბათ რამოდენიმეჯერ მომიწევდა გაწმენდა, ამჯერად მხოლოდ ერთხელ წმენდა.
ახლა დამრჩა მხოლოდ გასამტვერსასრუტებელი ყველგან და გადავალ უკვე სამზარეულოში, მოვამზადებ სადილს და მივალაგებ სამზარეულოსაც. გადმოვედი უკვე სამზარეულოში, ახლა არის პირველის ნახევარი და ვფიქრობ, რომ სადილს არ მოვამზადებ ახლა, არც პურს არ გამოვაცხობ, იქიდან რომ დავბრუნდებით, უпростоრად ვიზიტიდან რომ დავბრუნდებით, შემდეგ მოვამზადებ სადილს და პურსაც მე გამოვაცხობ, ამ პურისთვის კარგი იქნება, რაც შეიძლება დიდხანს იდგეს, უფრო გემრიელი გამოვა, ასე რომ არ არის პრობლემა. რაც შეეხება სადილს, გადავწყვიტე რომ ჩილი კონ-კან მოვამზადო. ეს არის ამერიკული სადილი, სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ იყო მექსიკური. სინამდვილეში ამერიკიდან არის, კერძოდ ტეხასიდან, მზადდება ხორცით, ტომატით და ლობიოთი, მოკლედ უგემრიელესია და აუცილებლად გაგიზიარებთ რეცეპტს, გადავხედეთ ჩემს ვიდეოებს და მივხვდი, რომ ამ სადილის რეცეპტი ჯერ არ გადამიღია, მოკლედ დღეს მექნება საინტერესო რაღაცის გადაღება. ავიღებ ახლა აქ მტვერს, მივალაგებ სამზარეულოს, როგორც უკვე გითხარით, აბსოლუტურად ყველგან შემოდის ეს მტვერი და განსაკუთრებით სამზარეულოში შავი ტექნიკა იმტვერება. სამზარეულოში დღეში მართლა ორჯერ ვიღებ ხოლმე მტვერს, რადგან ეტყობა, ძალიან ეტყობა. ესეც ჩემი პური. გადავზილე უკვე რამოდენიმეჯერ, გამოიყურება აი ასე, მეტს აღარ გადავზილავ, დავტოვებ უბრალოდ ასე და შემდეგ გამოვაცხობ. გავწმენდა ტექნიკას, ასეც შავი რომ არის, ძალიან ეტყობა ეს მტვერი და აი ასე თითქმის ყველგან ეს ყვითელი მტვერი. მოკლედ დავალაგოთ ერთად. Everything that brought me alive, going around like monsters, playing with the monsters. They brought me alive, but got no alibi. It's a lover's fight without an alibi. You took my innocence without an alibi.
ცომიც ასე კარგად ამოფუვდა, ამჯერად აღარ არის საჭირო გადაზელვა და ზედმეტად არ უნდა მოვკიდოთ ხელი. ზემოდან მოვაყრებ ქვილს და გადავიტან გამოსაცხობ ფორმაზე. ვაჭრად რამოდენიმე ნაწილებად და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. აქ მაქვს ყველა საჭირო ინგრედიენტები, გარდა წიწაკის, ნივრის და შოკოლადის. ნივრის დამატების ხასიათზე დღეს არ ვარ, ნამდვილად არ მინდა დღესნიური. წიწაკა ჩემთვის არ შეიძლება ძალიან მწვავე, წესით ეს კერძი არის უმწვავესი და ეს სიმწვავე აძლევს სიგემრიელეს, იმის გამო რომ შიგნით არის ჩილი, წიწაკა დამატებული, უმატებენ ასევე შოკოლადსაც, ერთი პატარა ნატეხი შოკოლადი. მოკლედ დღეს არ გამოვიყენებ შოკოლადს, გამოვიყენებ არაბიატას წიწაკით, ეს უკვე მწვავეა და ვფიქრობ, რომ საკმარისი იქნება არაბიატა ტომატის მაგივრად. ასევე ფარში, აქ მაქვს ღორის და ძროხის შერეული ფარში, ეს არის 1 კილო და გამოვიყენებ ნახევარს, 500 გრამს მოვამზადებ ჩილი კონკანას, ხოლო ვფიქრობ, რომ რაც დარჩება უცბად კატლეტებსაც შევწვავ ხვალისთვის. სიმინდი, აქ მაქვს ნახევარი კილა სიმინდი, რომ ძალიან ბევრი არ იყოს და მოხარშული ლობიო. ეს ლობიო ავიღე მთლიანი 1 კონსერვი. ასევე 2 პატარა ხახვი, 1 მოზრდილი ხახვია საჭირო, მაგრამ ჩემი ხახვები პატარებია და ავიღე 2 ცალი. სულ ეს არის, ასევე დაგჭირდება მარილი და პილპილი გემოვნებით და დავიწყოთ მომზადება. პირველ რიგში დავდგი ზეთიანი ტაფა, ეს არის უკვე ცხელი და უნდა გადავიტანო ჯერ ფარში. შემდეგ დავუმატებ დაჭრილ ნიორს, შემდეგ ტომატს და ასე შემდეგ ნელ-ნელა. სადილიც თუხთუხებს. ახლა ცოტა ხანში დავუმატებ მარილს, სიმინდს და ლობიოს. გავიდა 20 წუთი და
პურიც გამოცხვა. ესეთი უგემრიელესი ჩაბატა გამოვიდა. ახლა ცხელია, როგორც ხედავთ, არის ძალიან რბილი, ზემოდან ხრაშუნა, ხოლო შიგნით არის ძალიან რბილი და ჰაეროვანი. ეს არის კატლეტის ფარში, უკვე გავამზადე და ცოტა ხანში შევწვა. ასე გამოიყურება სადილი, ვინც არ იცით, ამ სადილს მირთმევენ ასე, უბრალოდ პურით, არის უგემრიელესი, ასევე შეგიძლიათ ბრინჯი მოხარშოთ და ზემოდან მოასხათ ბრინჯს, ასევე უგემრიელესია. კატლეტებიც შეიწვა, მართლა არ მეგონა, რომ 9 კილო ფარშისგან ამდენი კატლეტი გამოვიდოდა, მიუხედავად იმისა, რომ დავუმატე მხოლოდ 2 ნაჭერი შავი პური და 2 ხახვი და ამდენი კატლეტი გამოვიდა. ესეც პური არის უგემრიელესი, პატარა მოვატეხე რომ გამესინჯა, მაგრამ ამ პურს მე არ მივირთმევ, რადგან თეთრ პურს არ ვჭამს საერთოდ, ხანდახან უბრალოდ თუ გავსინჯე, მოკლედ პატარა ნატეხი თუ გავსინჯე. ეს არის ჩემი პური, ასე გამოიყურება და ეს არის კიდევ ჩემი პური შავი. ჩემს წილ პურს მეზობელს გავუტან, გუშინ გამოვაცხე ნამცხვარი და აი აქ გადავუდე. ჩემს მეზობელს დამავიწყდა გუშინ მიწოდება და დღეს მივაწოდებ. ვიფიქრე რომ ახლა სადილის სუნი დადგებოდა სადარბაზოში და სადილს პურთან ერთად ასევე მივაწვდი, რადგან თან ცუდად არის, მოხუცი ქალია და მოკლედ არ შემიძლია ეგეთ რაღაცეები, ამიტომ სადილსაც გავუტან. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.